Ძალ გამარჯობა. ეუთოს მინისტერიალის პირველი დღე დასასრულს მიუახლოვდა. ახლა აქ ცალკეული შეხვედრები მიმდინარეობს. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ყველაზე საინტერესო რასაკვირველია ჩვენთვის საქართველოს დელეგაცია იყო, მაგრამ შეხვედრა დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯერჯერობით ვერ მოხერხდა და ბევრი საინტერესო საკითხი არის. დაწყებული იქიდან რომ შენ იცი მინსკის ჯგუფი გაუქმდა და აზერბაიჯანი და სომხეთი შეერთებულმა შტატებმა მოარიგა და დღეს ახალი რეალობა გვაქვს კავკასიაში და უსაფრთხოების სხვა გამოწვევები. ამასთან ერთად ძალიან საინტერესო არის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუს შემდეგ, რომელმაც განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და ამის დეზავუირება, ესე იგი შეუქცევადი პროცესი არის და თბილისი ახალ რეალობას უნდა შეურიგდეს. საინტერესო იქნებოდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის წარმმართველი მინისტრის აზრი ამასთან დაკავშირებით, საერთოდ შეიცვლის თუ არა ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლება მოსკოვისადმი დამოკიდებულებას. საინტერესოა ამ კითხვაზე პასუხის მიღება. რაც შეეხება დანარჩენს, დილის გამოსვლების თუ დავაკვირდებოდით, თითქმის ყველამ საქართველოს პრობლემატიკა ახსენა ამა თუ იმ კუთხით და დღის ბოლოს მე საშუალება მქონდა კითხვა დამესვა ფინეთის დელეგაციის ხელმძღვანელისათვის BBC-ს ფილმთან დაკავშირებით. Have you seen or did you know about ხომ არ გინახავთ BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოეყენებინათ. როგორია თქვენი რეაქცია ამასთან დაკავშირებით? და მეორე კითხვა, ხომ არ შეხვდით თქვენს კოლეგას საქართველოდან? Met with your foreign minister from Georgia? I think the growing oppression of the civil society. ვფიქრობ, რომ მზარდი რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი ადამიანების წინააღმდეგ ბოლო თვეებში შეშფოთების საგანია. მე ეუთოს ხელმძღვანელს ვუთხარი, რომ თბილისში ვიზიტს ვაპირებდი არც ისე დიდი ხნის წინ. კარგი შეხვედრა მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან. მე ასევე მქონდა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთანაც. მე თავად ვნახე დემონსტრაცია პარლამენტის შენობის წინ. იმედგაცრუებულ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც სათქმელიც კი აღარაფერი აქვთ საქართველოს მომავალსა და ბედთან დაკავშირებით, რაც ძალიან მაშფოთებს. ეუთო ყველაფერს აკეთებს, რაც ჩვენ ხელშია, რომ დავეხმაროთ მხოლოდ ქართულ ხალხს. ჰქონდეთ უფლება თავად გადაწყვიტონ მათი ქვეყნის მომავალი. რაც შეეხება ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. თუ ეს სიმართლეა საშინელებაა. ეს არის ის, რასაც ეუთოც და საერთაშორისო საზოგადოებაც ძალიან მკაცრად დაგმობს. ამ მოვლენებს ახლოდან დავაკვირდებით. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც აქ იმყოფება ვენაში. მე მას პირადად დღეს არ შევხვედრივარ. Who is present here in Vienna today? I haven't been able to personally meet her today. სხვათა შორის აქ ზოგიერთ ევროპულ დედაქალაქში ესეთი ხმებიც ისმის, თითქოს შეერთებული შტატები განერიდა ევროპულ საქმეებს და ჩაიკეტა და იმ ყურადღებას აღარ აქცევს ამ რეგიონს. ნახოთ, შევეცდები ხვალ ამერიკის დელეგაციასაც შევხვდე და ეს კითხვა დაუსვა და ბოლოს ერთი რომ მე კიდევ იმედი მაქვს, რომ შევძლებ ხალბატონ ბოჭორიშვილთან ინტერვიუს ჩაწერას და კითხვებზე პასუხს მიღებას. დიდი მადლობა. მადლობა დავით კიკალიშვილს, მაკა ბოჭორიშვილის მძიმე